აქციის მონაწილე ხარებასთან რომ მიყავდა წიხს რომ უტყავს, ეს ლამაზია? ეს არის პოლიციელის მოვალეობა? ომი მინდა ან ვარ უსამშობლო, არ მიყვარს ქვეყანა, ჭრულ ბოტების მიერ დაწერილი კომენტარები დიდად არ მაინტერესებს. ჩემთვის მიკროფონი არის ის, რითაც უნდა გავაგებინო ადამიანებს, რას აკეთებს ის მოძალადე. მე ვარ ნანუკა ქაჯაია, 33 წლის ჟურნალისტი. ძალიან ბევრი კომენტარი იწერება, როდესაც მუშაობთ, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც არის დაძაბული ვითარება, ეპიცენტრი მოვლენების და თავიდან სიმართლე რომ გითხრა, განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვაქცევდი, ყველაფერს ვკითხულობდი. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული შეტყობაც არაერთხელ ყოფილა, ყველამ ვიცით ამას ვინ აკეთებს. ქართული ოცნების ტროლბოტები, მათი სამთავრობო მედია, ადამიანი, რომელიც რამდენიმე აკაუნტს არის ამოფარებული, მისი პოზიცია ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა არ არის. მე არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ძალიან ცოტას ვლაპარაკობ, აი ეხლა აქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ვსაუბრობთ ამ თემაზე, მთელი ჩემი 33 წელი ამ მემორიალურ დაფაზე დაწერილი მამაჩემის ინიციალებია. მე ვიყავი წლინახევრის გაგრაში, გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა მამიკო 19 წლის იყო, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირად ვხვდები, ისე როგორც ყველანი თქვენ და არა მხოლოდ როგორც მოქალაქე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროსაც ხშირად მოვდივარ და განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ აქ აწერია ქაჯაია რუო და კიდევ უფრო მეტ გამბედაობას, სტიმულს მაძლევს იმის, რომ უფრო მეტი რამ უნდა გავაკეთო ქვეყნისთვის. ყველა მის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია და მე ვფიქრობ, რომ მე რასაც ვაკეთებ, მნიშვნელოვანია. სალამი. პირდაპირ ეთერში ვარ, მინდა რომ მოვისმინო თქვენი პოზიცია. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ ქალები ხმამაღლა რომ ლაპარაკობენ და მე ხმამაღლაც ვაპარაკობ, ეს ყველა კარგად იცის. მიეჩვენენ უკვე ტროლბოტებიც მათ შორის ამაზე აღარაფერს აღარ წერენ. რას ნიშნავს ეს შეგიძლიათ მითხრათ? რატომ ალავთ სახეს გეუხერხულებათ? ყოველთვის ვცდილობ რომ ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. არასდროს არ მიჭირს ყოველ შემთხვევაში, მათ შორის წავეკითხობის დასმა. თავით თუ განავითარეთ. ეხლა გვერდით ქუჩაზე უნდა ჩამოსვლათ? აი ეს აქციის დარბევის დროს ხალხისთვის რაღაცნაირად იმედი რო ხარ ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს რო დავდივარ, ტროლბოტები რას წერენ, მართლა არ ვაქცევ უფრო მეტად ყურადღებას, იმიტომ რომ წერენ რომ თქვენ ჩემი შვილი გადაარჩინა და იმდენი მესიჯი ვნახე აი ამ ბოლო პერიოდში, რომ ველოდებ ძალასო ვიკრებდი ერთი კალიტა და ჩემი ორი შვილი გადაარჩინაო. მე მგონია რომ მაშინ მოკავდნენ, იმით შენ რომ არ მისულიყავდნენ, შენ რომ მიხვედი ცემა შეწყვიტეს. არის კადრები თუ ორფსობლიკაც გადაღებული, ზუსტად ის მომენტი და მე კი არ მოვქს ხა ის განცდა რომ ჩემს გამო ვიღაცამ შეწყვიტა მისი ცემა, მაგრამ აქ დარბევის დროს რომ ხედავე, მოდიან რომ ნან უყევენ კიდევ ხელს, ასე იყო როგორც ორი ბიჭი მოვიდა. ერთ-ერთი დარბევის დროს ძალიან მიყვარს ეს ისტორია რომ ახსენდება მეცინება და თან პირდაპირ ეთერში ვიყავი. თან უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ის გედედეს თანამშრომლები, რაღაც მიღბიანები და რომ მომკიდა ხელი მივხვდი რომ დახმარება ჭირდება და დავიწყე რომ გიორგი თქო ვეუბნებიღონ, რა თქმა უნდა არ ვიცი რა ქვია ამ ბიჭს. მოკიდა თქო ჩართვას ხელი, აპარატს ხელი თქო, ოპერატორს ეს ჩართვის აპარატი ზურგის აქვს პატარა ლაივოს აპარატი და მოკიდა ჩართვის აპარატს ხელი თქო, იმიტომ რომ მე რო გადიხარ თქო ხალხში, ხალხს გონია რომ აქციის მონაწილე ხარ და დაგიჭერენ თქო და აი ეს ბიჭი ყო ცოტა ნაცემი იყო თუ არ ვიცი და ფეხები ეტყობოდა ტანსაცმელზე და არაფერი არ უთქვამს დადგა ეს კიდია ხელი და მე რო რამდენიმე წუთში ხვდები რომ მეორე ბიჭიც მოვიდა და რატომ მიდიხარ თქო და თქვენ თან ეთერში ვარ ამას ვლაპარაკობ და ეს მეთქი რა ქვია ვითხარი გიორგის რომ გეძახი თქო და იესო მქვიაო და ჩემი ოპერატორი ხუმრობდა რომ ნანუკამ და მე იესო გადავარჩინეთ დღეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს გამთიშა. იმ მომენტში მე ვაჩვენებდი როგორ უსწორდებოდნენ ეგრეთ წოდებული შავი კაცუნები მშვიდობიან მომიტინგეებს. ჩემი თავარი მიზანი იყო რომ ის არ ჩავარდნილიყო პანიკაში, იმიტომ რომ ტკივილს ვერ გრძნობდა როგორ ჩანს და მე მეკითხება და რა მჭირსო და მე ვცდილობდი რომ დამეშვიდებინო და მე თქვა რომ მას არაფერი არ ჭირს და კარგად ხარ ვეუბნებოდი ჩემო პატარა კარგად ხარ ჩვენ ესე ვესალმებით ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს დიდი ხნის მეგობრები ვართ და გურამი რომ წავი და რაც არ დამართნია არც ერთი დარბევის დროს არასდროს კანკალებდი ერთი 5 წუთის განმავლობაში ვერ დავუშვიდდი, უბრალოდ ძალიან ვინერვიულა, იმიტომ რომ მივხვდი რომ გურამი გადარჩა.
ხშირად მიფიქრე სხვათა შორის ბიჭი რეპორტიორი რომ ყოფილიყავი, მათ შორის GDD-ს თანამშრომლების მხრიდან დამოკიდებულება, როგორი შეიძლება ყოფილიყო. საერთოდ არ აინტერესებთ ხალი ვარ თუ კაცი ვიქნებოდი, მე ძალიან აგრესიულები არიან. ესე არ ყოფილა არასდროს. მახსოვს რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე მე და ქეთა ციცკიშვილი მუშაობდით ერთად და სახელებს და გვარებს ყვიროდნენ. ნანუკა ქაჯაია, შენ იცი ეხლა რას გიზამ და იგინებოდნენ და ფიქრობ რომ ბიჭი რომ ყოფილიყავი, რა შეიძლება მომხდა. ალბათ გურამ როგავას როგორც თავს დაესხნა, შეიძლება და გაბრაზებული რომელიმე რობოკოპი, რომელიც მემუქრებოდა და მაგინებდა ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გამოსულიყო, მაგრამ აი არ მაქვს ეგ განცდა რომ ხალი რო ვარ მინდობენ.